აუ დაგლოცეთ. ადი დაწყალობა. აუ ადამიანები არსებობენ, რომლებიც ერთმანეთს ღალატობენ. აი თუ გიღალატეს, იმედი გაგიცრუეს. როგორ უნდა მოვიქცეს ამ ადამიანს შეიძლება რომ უკან მოიბრუნო ან აპატიო ან რაღაც მსგავსი? ახლა მე არსებობს უღებულობ 99-დან ბევრისგან გამიგია რომ ეს საქმე შეთადვიყავით ძმასავით გადავყევით და მე მიღალატა. და მე ზოგიერთი იქამდე მიდის რომ აი როგორ ვაპატიო და შეიძლება კიდეს იმაზე იარაღზე იყურებოდეს და მოკლას. და ხანდახან მეუღლეებს შორის ხდება ღალატი. აი როგორ უნდა მოვიცეთ მაშინ. და უფრო მეტად კოლობამდე როდის მედის აი ხანდახან მეუღლეა ღალატისა გამო. და ეს როგორ ხდება ისე ხდება როგორ აკადრეს, როგორ უღალატეს თამოყალობისა გამო ხდება მკვლელობა, თამოყალობის გამო ხდება ადამიანის ჩამოწერა, სიძულვილი, სიზღი. ამ დროს ნათქვამია სახარებაში რომ წმინდა წერილში რომ ყოველი ადამიანი ცრუ არს და ამის მაგალითია წმინდანების ცხოვრებას უკითხულობთ რომ ერთი ნაბიჯია სიწმინდიდან დაცემამდე. და შენ თამოყალიბო რომ შელახა შენმა მეუღლემ ან მეგობარმა ვისაც ენდობოდი, ვისაც გადაღები იმ თამოყალიბობიდან გამომდინარე ხდება შეიძლება მკვლელობას მოხდეს. და მეორეა კიდე რომ ფიქრობს როგორ აზარალა ადამიანი როგორ შეუჯამა ფული ესე იგი რა ეშულება მაგათ შვილებს, მაგრამ პასუხი რა არის? შენ თუ შეუნდობ შენ არ იფიქრო რომ მეთი დაგდოებ შენა. შენ ყოველთვის უნდა გასწორდეს მამოჩუნოს თოს რა წერიექ, მაპატიე როგორც მაპატიე. პატიო დამნაშავეს. შენს გეპატიება შენი ცუდები ხდი წინაშე. ესე იგი იზარალე ესე იგი არ მოთხო თუ არ შეული ადამიანს და დაბრუნება. უნდა მოთხო ახლა თუ აქვს. მაგრამ თუ არ შეულია სახარებაში ცხოვა მოყვარი მაგალითი რომ ესე იგი ღმერთმა ესე იგი ერთმა ბატონმა გაუშვა ციხიდან კაცი და იმ კაცმა კიდე იმიტომ რომ ვალებისა გამო ადრე იჭერდნენ ციხეში სვამდნენ ვინც ვერ ისწრებდა ვალებს და რო გაუშვა იმან დაინახა ვისაც ემართა მაგისადმი და კინაღამ დაარჩვა და რო გაიგო იმან ესე ჩააჯინა ციხეში. ამით ისე თქვა მინდა რომ არ პატიო ბაშენ გეპატიება და შენ რატოს არ იფიქრო რაცა უნდა იზარალო თუ იმას მიიღებ ესე იგი თუ არ შეგიყვებს სიძულვილი და თუ აპატიებ რომ შენი ღმერთი რატოს ატატოებს იმის შვილებს ვინც ღმერთს გაახარებს და ღმერთი ითიხარობს როცა შენ გიწერია შენ თუ ქრისტიანი ხარ მithumetes გიწერია ლოცვა მტრისთვის და ეს რომელიც შენი მეგობარი იყო ზოგი ხანდახან ხდება რომ ძმას ემტერება დედაშვილს და რატო იმიტომ რომ თავარია მატერიალური და ამ დროს თუ გაახსენდება რომ გარდაცვალების შემდეგ ვერაფერს ვერ წაიღებ გარდა იმისა რაც იკეთე გააკეთე და ისინი გაზარალა იმას თუ აპატიებ თუ არ შეუძლია გადახტა ესეც ხო სიკეთეა დამეწუნეთ რომ არაფერი არ იკარგება და შენი შვილებიც გაიხარებენ ღვთისმადლით შენ თუ აპატიებს შემცოდესა. იმიტომ რომ სიხარული შვილების იქნება თუ ოჯახის იქნება თუ საქართველოს იქნება დამოკიდებულია ღმერთზე და არა ძლიერ ქვეყანაზე და ფულზე და შეიძლება მოყავს მაკედონიის მაგალითი რომ არაფერი არ წაუღია ამ დროს მთელი მსოფლიოს ყოველი იყო და სულ გადაიცვალა 23 წლისა დღესდღეობა ახლა ის დღეში ვინ მოვამის ვიღაცის ფეხზე და ვიღაცის თვალზე კი არ დამოკიდებულია გვერდზე და იმე რა ქვია დრაგონია თუ ჩხულიძეზე ან ვეფხის დამოკიდებულია ღმერთზე და თუ ღმერთზეა დამოკიდებული ყველაფერში ეცადე გაახარო ღმერთი და ღმერთი ზეთი გაახარებ როცა შენ შეიყვარებ არა მარტო მოყვარეს ეს სახარებაში დაწერია შენ ქრისტიანი არ ახარო თუ მარტო მოყვარები გიყვარს ღმერთმა მოგცეს ყველაფერს და თუ გაკლია ეს და თუ დაბოღმილი ხარ და გუნდა შურიძიო დაიწყე ლოცვა დილასაღამოს იმ ადამიანის მოსენება ვინ შენ გეღლატა და მეუღლეს არ შეეხება თუ გეღლატა შეიძლება გაშორდეს სახარების მიხედვით ცოდვა არა მაგრამ თუ აპატიებ
ესეც ესე იგი მისაღები აქვს ისთვის თუ დაიტევ და თუ აბადიებ ღალას იმიტომ რომ შენ თუ იმას მიხვდები რომ შენ თავს დააგვირდი რომ შენც არ ახლა არაფისგან დაზღვეული მით უმეტეს ბოშობა და სიზმრისაგან ამის მაგალითია წმინდანების მაგალითი ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი მამაო, რამდენად აი ირგვლივ მყოფები ძალიან მოქმედებენ ადამიანზე ამ შემთხვევაში. აი რამდენად უნდა იმოქმედოს. აი მაგალითად აი თუნდაც მეუღლეს არ პატიობს, იმიტომ რომ აი ის რა სიტყვის. და ესეც ერთი და მეორე კიდე თუ მეგობრებმა გაიგეს რომ ვილაცისგან ესე იგი შენ დაიჩაგრე რომ იმან ესე იგი შენი ფული შეჭამა ან დაუშვათ შეურაცხყოფა მოგაყენა და შენ შეიძლება ესე იგი იმის მაგალითი მოყავს ჰეროდესი რომ ნათლისმცემლის წამება არ უნდოდა, მაგრამ სიტყვა რო თქვა ვერ გატეხა ეს სიტყვა და ამიტომ ხასა ბრძანება იონათლისმცემლის თავის კვეთისა. და ასე ხშირად ხდება, აი სხვები და ასე ფიქრენ იმის გამო შეიძლება შური იზიო. კვლელზე, წვის კვლელზე, მეგობრის კვლელზე და ამ დროს შეიძლება დაიკმაყოფილო თამოყვარეობა, მაგრამ შენ თვითონ ხდები კვლელი. და შენ თვითონ ხდები ჯოჯოხეთის კანდიდატი გარდაცვალების შემდეგ. ამიტომ კი არასდროს არ უნდა ვფიქროთ, კი, რა თქმა უნდა, ხა ყველაშია თამოყვარება, ყოველთვის უნდა ვფიქროთ, ასე ფიქრობს ღმერთი და შენ უნდა ვფიქრო იმაზე, რომ ციხეში რო ხდებიან, იმათი უფრო იციან, რომ ციხეში რო ხდებიან, ბევრი ამბობს, რომ დაუშვათ დავის და ბევსა. ღმერთს კი არასდროს არ დავიზდები, ახაც და გარდაცვალების შემდეგაც. დიდი მადლობა.